ვისაც თვალის პრობლემა, მათთვის უბრალოდ მხედველობის სერიოზული პრობლემა მათთვის გვექნება. სიახლე ექიმებმა თვალის რევოლუციური იმპლანტით უსინათლო პაციენტებს მხედველობა აღუდგინეს. ეს ხო რაღაცა საოცარი ფანტასტიკის ჟანრიდან მგონია ეს ინფორმაცია. ამის შესახებ უახლესი კვლევა ერთ-ერთ უცხოურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ექსპერიმენტში 60 პაციენტმა მიიღო მონაწილეობა, ყველა მათგანმა მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის პროგრესული ფორმის გამო დაკარგა მხედველობა, თვალის იმპლანტისა და ჭკვიანი სათვალის წყალობით კი მათთვის ცენტრალური მხედველობის ნაწილის აღდგენა მოხერხდა. ამ ტექნოლოგიის წყალობით პაციენტებმა კროსვორდების შევსება და წიგნების წაკითხვა მოახერხეს. ამ შედეგის მისაღწევად ექიმებმა კვლევაში მონაწილე ადამიანებს იმპლანტი თვალის ბადურის ქვეშ ქირურგიულად ჩაუნერგეს. ამის შემდეგ პაციენტებმა ჭკვიანი კამერით აღჭურვილი სათვალე მოირგეს, რომელიც იმპლანტს ახლო ინფრაწითელი სინათლის გამოყენებით გადასცემდა სათანადო სიგნალს. სამწუხაროდ მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის პროცესის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ამ დროს ბადურას ცენტრში არსებული უჯრედები ეტაპობრივად კვდება. კონკრეტული კვლევა კი სწორედ ამ ფუნქცია დაკარგული უჯრედების აღდგენა მოხერხდა. ამ კვლევაში ასე ვკითხულობთ. მოკლედ ეს არის ის რაღაც, რაც არავის არ წარმოედგინა რეალურად, მაგრამ ალბათ ზუსტად თანამედროვე მედიცინა და ეს AI ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ რაღაცა ისე მოაბრუნო ეს ყველაფერი, რაღაცა იმედის, რაღაცა კონკრეტული ინფორმაციის გადაცემით ეს ყველაფერი შედგეს, არა? ახლა სასწაულები ხდება და ალბათ რეზო მიეცეს ახალი სამეცადინო მიეცემა ახლა.